მოგესალმებით ყველას. მადლობთ მე მგონი ფორუმი გვაქვს, შეგვიძლია სომა დავიწყოთ. თუმცა სანამ სომას დავიწყებდით და გადავიდოდეთ ძირითად საკითხებზე, ბატონი ვერსაკ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ხოლმე გაგვაცნოს და მე გადავიდეთ უკვე დღის წესრიგით გათვალისწინებაზე. დიდი მადლობა. ბატონოს ხდომის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, მინდა გაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია სოფლის მეურნეობის კომიტეტის ინიციატივით შემუშავებული ნომინაცია ხორბლის კულტურა, რიტუალები და ტრადიციები აღიარებული იქნა იუნესკოს კომიტეტის მიერ დღეს ამ დილას მომწერეს და ეს სასიხარულო ინფორმაცია მინდა რომ ყველა მიცოდეს და გილოცავთ ბატონებო კიდევ ერთი ნომინაცია რომელიც აღიარებული იქნა იუნესკოს მიერ. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ივერ. გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მოგეხსენებათ ორი საკითხი გვაქვს დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული. ორივე არის მთავრობის ინიციატივა, კანონ პროექტები, კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მიყვები ახლა საკითხების მიხედვით. პირველი არის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონ პროექტი წარმოდგენილი აქ მოხსენებელი გვეყოლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბი ეზგუბაია. მეორე საკითხი ეს არის სამკანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ესენია მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა. მეორე არის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფლობელობაში სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა და მესამე არის საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონ პროექტი. ამ სამს ცვლილებასთან დაკავშირებით აქ მოხსენებელი გვეყოლება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი დგებოაძე და დღის წესრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით ხოსკვის თანხმობას დავამტკიცოთ დღის წესრიგი თუ რაიმე შენიშვნა არ აქვს და დავიწყოთ ხმა. მადლობა. მაშინ დავიწყოთ პირველი საკითხით და ბატონ ზურაბს თხოვოთ. ბატონო თავმჯდომარე, ბატონო პარლამენტის წევრებო, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონ პროექტს. მეორე მოსმენით შეგახსენებთ, რომ კანონ პროექტი ეხება გარდამავალ დებულებებში ცვლილებების შეტანას, ვადების გადაწევა გვინდა ზოგიერთ განმაკვეთებელ აქტთან დაკავშირებით, რომელთა შემუშავება უკავშირდებოდა პროგრამული პროდუქტების ეტაპობრივ შემუშავებას და ინტეგრაციას, ასევე სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მომზადებას. კერძოდ 2026 წლის 1 ივნისამდე გვინდა გადავწყვეტოთ მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ განმაკვეთებელი ნორმატიული აქტის გამოცემის ვადა და 2028 წლის 1 იანვრამდე დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდების და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ განმაკვეთებელი ნორმატიული აქტის დამტკიცება. სხვა განმაკვეთებელი აქტები, რომელიც კანონით იყო გათვალისწინებული, უკვე გამოცემულია და ფერმერთა რეესტრი, სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი, როგორც პროგრამული პროდუქტი ტესტირებას გადის უკვე და იანვრამდე მოყოლებული შეივსება მონაცემებით. ასევე მეორე პუნქტი ამ კანონ პროექტის ითვალისწინებს უდიდეს ნაწილში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ კანონის ნორმების ამოქმედებას გადახვდელი სააგენტოს მიმართ. ეს გახლავთ ჩვენ სისტემაში მოქმედი სოფლის განვითარების სააგენტო და მისი კომპეტენციის უდიდეს ნაწილი, რაც კანონით არის გათვალისწინებული, იქნება ამოქმედებული. გარდა იმ ნაწილისა, რაც შემდგომში განსაკუთრებულ პროგრამებთან იქნება კავშირში. ამ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის მხრიდან იყო გამოთქმული გარკვეული კორექტივების საჭიროება და ნუმერაცია გადაინუმრა, უფრო ახმადი გახდა გარდამავალ დებულებებში ასახული ეტაპობრივი ამოქმედების ვადები. ორი მუხლისგან შედგება კანონ პროექტი. პირველი არის ცვლილებების მუხლი და მეორე არის უკვე გამოქვეყნების თავადანებრივი პროექტის ამოქმედება. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ და გთხოვთ ხარდაჭერას. კომიტეტის წევრებს რაიმე შეკითხვები ხო არ აქვს? არა, მაშინ პირდაპირ დავაყენოთ ალბათ საკითხი გენჩის ყაზე და თქვენ თქვენს თანხმობას.
საკითხი განხილულია. დიდი მადლობა ბატონო. გადავიდეთ მაშინ მეორე საკითხზე და უკვე ბატონ გიორგის თხოვოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ჩვენ წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ფარგლებში ცვლილებები ხორციელდება მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელ 3 საკანონმდებლო აქტში. ესენია მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში. მეორე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში, სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში და მესამე ეს არის საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს. თქვენ როგორც მოგეხსენებათ საქართველოში მიწების სისტემური რეგისტრაციის მიზნით ჯერ კიდევ 99-2016 წლებში, ხოლო შემდეგ კონკრეტულად 2012 წელს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ფართო მასშტაბიანი სამუშაოები შესრულდა, თუმცა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ამ ხარვეზების აღმოფხვის მიმართულებით იუსტიციის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა თქვენ როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი. შედეგად სახელმწიფომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა დაიწყო, რომლის მიზანს იმ სირთულეების აღმოფხვა წარმოადგენდა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო იუსტიციის სამინისტროსთვის. თქვენ როგორც მოგეხსენებათ მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაცია 2 მიმართულებით წარმოებს. ერთი ეს არის სპორადული წესით, მეორე ეს არის სისტემური წესით. სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს. რაც შეეხება სისტემურ რეგისტრაციას, ეს შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება. შედეგად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მომსახურება მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აგეგმვა, აზომვა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება, როგორც საველე, ასევე სარეგისტრაციო სამუშაოები ერთი უწყების სააგენტოს მიერ წარმოებს. 22-25 წლებში სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ცალკეული მუნიციპალიტეტებისა და თუ დასახლებების დონეზე გამოვლინდა, რომ უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების გასწორება საჭირო გახდა დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მეტ მიწის ნაკვეთზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო და გამოწვეული იყო იმ ხარვეზებით, რომლებიც ჩვენ დასაწყისში გვქონდა. რაც ვახსენე. ამასთან გამოიკვეთა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა 2.5 ჯერ აღემატებოდა საპროგნოზო მაჩვენებელს. სისტემური რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართვიანობა, რომლებიც ქვეყნის შიდა და გარე მიგრაციის გამო აქტიურად არ იყვნენ ჩართული საველე სამუშაოებში. მოსახლეობის ინტერესის გაზრდა სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგიანობამ განაპირობა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას სრულად ახდენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მოქალაქეები უფასოდ
სარგებლობების სხვადასხვა მომსახურებით, კერძოდ საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი მომსახურება: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ციფრები, რომლებსაც ჩვენ ახლა გავაჟღერებთ. სისტემური რეგისტრაციის განმავლობაში 22 წლიდან 25 წლების მონაცემებით აიზომა 2,94,707 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 1,101,570 ჰექტარს შეადგენს და 25 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყნის საგადასტრო დაფარულობა წარმოადგენს 95%. 22-25 წლებში მიწის მესაკუთრე გახდა 1,469,591 მოქალაქე. თქვენ როგორც მოგეხსენებათ და საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი, სისტემური რეგისტრაცია 25 წლის 31 დეკემბერს სრულდება. საერთო ჯამში სააგენტომ მიაღწია გეგმით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის სამიზნე ინდიკატორს, ძირითადად რომელ მიწის ნაკვეთებზეც შესაძლებელი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ ეს დარეგისტრირდა. დარჩენილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიზანშეწონილია განხორციელდეს სპორადული წესით. სისტემური წესით რეგისტრაციის სირთულიდან გამომდინარე, რადგან დარჩენილი მიწის ნაკვეთები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს და ჩვენ აქ გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქ სისტემური რეგისტრაცია ფორმალურად თქვათ ეს ამოიწურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სისტემური რეგისტრაციით დადგენილი კრიტერიუმებით სააგენტო არ გააგრძელებს მუშაობას, უბრალოდ იცვლება განცხადების მომართვიანობის ფორმატი, კერძოდ მოქალაქეს ინდივიდუალურად ექნება შესაძლებლობა მიმართოს სააგენტოს და სააგენტო ამის შემდეგ უკვე იმავე წესით, რა წესით მოქმედებს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, განახორციელებს შესაბამის პროცედურებს. ამის გამო საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, რომ იმ პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში, მაგალითად, ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხეს უფლების რეალიზება, ჰქონდეთ შესაძლებლობა მოითხოვონ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 26 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გააძლიეროს სპორადული რეგისტრაცია, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გამოწვევაა სააგენტოსთვის, რისთვისაც მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ მიწის რეგისტრაციასთან მიმართებით მიზანშეწონილია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს. კერძოდ, პირველი, როგორც მოგახსენეთ, ეს არის მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საგადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით 26 წლის 1 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში სააგენტო გააგრძელებს მხოლოდ სპორადულ რეგისტრაციას, რომლის ფარგლებში მას ექნება უფლებამოსილება უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებში და აქ ჩვენ ვაკონკრეტებთ გარდა თვითმმართველობის და თვითმმართველი ქალაქებისა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებასა და აქ სააგენტო დაადგენს კონკრეტულ იდენტურობას. საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა განხორციელდება იმ წესით, რაც არის დადგენილი სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალებისათვის, როგორც მოგახსენეთ. ამიზნით კანონპროექტი მიემართება, კანონპროექტში კონკრეტულად მიეთითება მუხლები და პუნქტები, რომლებიც გავრცელდება ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად. აქედან გამომდინარე 27 წლის 1 იანვრისთვის კვლავ შეჩერდება და ჩვენ გულისხმობთ ამ პერიოდს, ანუ 1 წლის პერიოდს იანვრამდე
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება აღიაროს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება გასცნობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, დაადგინოს მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა. ანუ ეს წესი, რომელიც წესიც მოქმედებდა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ჩვენი თხოვნა არის, რომ შენარჩუნდეს 27 წლის 1 იანვრამდე. ცვლილების ამოქმედებამდე საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები და წარდგენილი განცხადებების განხილვა დასრულდება ცვლილების ამოქმედებამდე დადგენილი წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა თუ განცხადება შეიტანეს 1 იანვრამდე, ეს რომ გაგრძელდეს 27 წლის პერიოდში, გაგრძელდება ეს ყველაფერი იმავე წესით, რა წესიც მოქმედებს დღის მდგომარეობით. საქართველოს მთავრობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგენებით 26 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით განსაზღვრავს სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დღეს მოქმედი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმა გოდენობას. დღეს ეს ყველაზე მაღალი საფასური განსაზღვრულია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციისათვის. მეორე ცვლილება ეხება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს. კანონის მესამე თავში გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი ემატება ახალი მუხლი, რომელშიც ასევე ზუსტება, რომ 27 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში და აქ ისევა კონკრეტად გარდა თვითმართველი ქალაქებისა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო და ამავე ვადით ჩერდება მუნიციპალიტეტების აღიარების კომისიის უფლებამოსილებები. ისევ რომ ეს სისტემური რეგისტრაციის კრიტერიუმები შენარჩუნდეს და გარდა ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჩვენ სპორადული წესით გავაგრძელოთ რეგისტრაცია. და მესამე ეხება საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს. კანონში გაჩერდება ეგრეთ წოდებული დღეს თქვენ მოგეხსენებათ არსებობს კონკრეტული კერძო აზომველის ინსტიტუტი, ჩვენი ინიციატივა არის რომ შემოვიდეს სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტი, სახელმწიფო ამზომველი იქნება სააგენტოში დასაქმებული პირი და აწარმოებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზურ და საკადასტრო მათ შორის შენობა ნაგებობისა და შენობა ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგვით აზომვით სამუშაოებს. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი სამუშაოები მოითხოვს მათი შესრულების მაღალ ხარისხს და სიზუსტეს, რაც ყველას მოგვეხსენება თავისუფლად შეუძლებელია თანამედროვე მაღალი სიზუსტის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გარეშე. სააგენტოს აქვს ამის შესაძლებლობა და ფლობს აღნიშნულ შესაბამის რესურსებს, მას გააჩნია მაღალი კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალის და უკვე შექმნილი აქვს ყველა საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ციფრული პლატფორმა. რათა სააგენტოში დასაქმებულმა პირებმა შეასრულონ სახელმწიფო ამზომველის ფუნქცია. აქ ჩვენ გსურს დავაკონკრეტოთ, რომ ამის პარალელურად
ფუნქციონირებას გააგრძელებს კერძო ამზომველებით, ანუ ჩვენ ამით რაღაც კონკურენციას არ უწევთ, ან არ ვაუქმებთ კერძო ამზომველის ინსტიტუტს, თავად მოქალაქე თვითონ გადაწყვეტს ისარგებლოს სახელმწიფო თუ კერძო ამზომველის მომსახურებით, კერძო ამზომველის განხორციელებული სამუშაო შესაძლოა გადაამოწმოს სახელმწიფოს ამზომველმა თუ სააგენტო მიიჩნევს საჭიროდ. არის შემთხვევები, როდესაც სააგენტოს აქვს კითხვები კერძო ამზომველის მიერ განხორციელებულ სამუშაოსთან დაკავშირებით და ამ ნაწილში შესაძლებლობა ექნება სააგენტოს, რომ ეს გადაამოწმოს შიდა რესურსებით. სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის ჩამოყალიბება ეს ჩვენი ნოვაცია არ არის, ეს ეფუძნება განვითარებული ევროპული ქვეყნების მიწის ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. სააგენტომ ჩაატარა კვლევა, რომლის დროსაც შესწავლილი იქნა ევროპის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, კერძოდ შვედეთის, გერმანიის, დანიის და სხვა ქვეყნების. სახელმწიფო ამზომველის დანერგვის გამო გაიზრდება სააგენტოს ფუნქციები და მას დაემატება ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგებითი აზომვითი სამუშაოების წარმოება. კარტოგრაფიული, ფოტოგრამეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების გაცემა და საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ფოტოგრამეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა. საერთო ჯამში ჩვენი მიზანი არის ის, რომ ამ სისტემური რეგისტრაციის გამოცდილებით მიღებული გამოცდილება ჩვენ მოახმაროთ სპორადული რეგისტრაციის პროცესს და ჩვენ გსურს დავაკონკრეტოთ, რომ სისტემური რეგისტრაციის პროცესი ფორმალურად იმ კრიტერიუმებით, რომელი კრიტერიუმებითაც ეს დღეს წარიმართება და ეს როგორც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი 31 დეკემბრისთვის დასრულდება, თუმცა ჩვენი მოქალაქე, როდესაც კონკრეტულად მიმართავს სააგენტოს ექნება შესაძლებლობა იმავე წესით სისტემური რეგისტრაციის კრიტერიუმებით დადგენილი წესით განახორციელოს რეგისტრაცია ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე. დიდი მადლობა. აი მეკითხები ხო არა გვაქვს? რავად მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონებო. მიმდინარე ვთქვათ საკითხებს რაც შეეხება ეგერთი კითხვა თუ არის ახლა ვთქვათ მუნიციპალიტეტში, რომელიმე მუნიციპალიტეტში თუ მიმდინარეობს ეს ან აღიარების თვალსაზრისით ან სხვა მეთოდით რეგისტრაცია მაგ შემთხვევაში რა იქნება და მეორე მაინტერესებს ამ აზომვის ანუ საფასური რა იქნება, უფასო იქნება ეს აზომვითი მომსახურება და რატო გახდა საჭირო, ანუ უყურეთ როგორ კითხვის ფორმულირება როგორ მინდა რომ აგიხსნათ, ანუ სწორად ჩაატარა თუ არა მოქალაქემ ან ჯგუფმა, იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა აზომა ამის შემოწმება არ არის რთული და აზომითი ვთქვათ მოთხოვნა სტანდარტების მიხედვით რა დოკუმენტაცია ესეჭიროებოდა ის კერძო კონკრეტულმა ორგანომ სწორად შეუფასა, სწორად აუზომა, სწორად გაუკეთა, სწორად მოუწესრიგა ეს დოკუმენტაცია ამის შემოწმება თქო ბევრად უფრო ვთქვათ შეიძლება ითქვას ბიუჯეტური და ბევრად უფრო მარტივი არ იქნებოდა ვიდრე ვთქვათ ამ სამსახურის შექმნა. რამ გამოიწვია საფუძველი რა იყო ამის და საფასური რა იქნება ვთქვათ კერძო ესეთ სუბიექტებთან თქვენ თვით რომ კონკურენციაში არ შევდივართ. მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო კითხვისთვის. დიახ, კი ბატონო. დიახ. პრინციპში ერთი ნაწილობრივი კითხვა დაისვა.
მე მაქვს ესეთი შეკითხვა, რომ რამდენად რეალისტურია ეს ერთწლიანი ვადა იმისთვის, რომ არ მოხდება ისე, რომ კიდე გადასაწევი იქნეს 2027-ის მერე, ეს მექნებოდა ერთი შეკითხვა, მეორე შეკითხვა მექნებოდა ესეთი, რომ ამზომელები რამდენადაც ვიცი და ვიცით ყველამ, ესენი არის სერტიფიცირებული ამზომელები, ვინც დღეს კერძოზე მაქვს მესაუბარი. დაახლოებით რამდენადაც მე ვიცი, სადღაც 600 ადამიანამდეა, რომელიც ამით არის დაკავებული და აქ შეიძლება ჩვენ კონკურენციაში ასე ვთქვათ, თითქოს არ შევდივართ, მაგრამ აქვს თუ არა ამ შემთხვევაში სამინისტროს იმის რესურსი, ანუ ყავს ესეთი ამზომელები, თუ შესაძლებელია ამ ადამიანების გამოყენებას და დაუშვას დასაქმება იგივე სამინისტროში, რომ რაღაცნაირად მათაც კონდეთ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა და ფასდასხვაობასთან დაკავშირებით აგერ კი იკითხეს. და კიდევ ერთი რამ, პრინციპში ამაზე თქვენ ისაუბრეთ, ვინც სისტემურით ვერ მოასწრო, ან დამთავრებული არ არის, იმას როგორ უწევს გაგრძელება. ანუ სპორადული წესი თვითონ უნდა წარმოადგინოს, ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთებინოს ამზომელი ნახაზი, ყველა შესაბამისი დოკუმენტი და ამაში საფასური გადაიხადოს, თუ გაგრძელდება ჯერ კიდევ ისე მასთან ურთიერთობა. დიდი მადლობა, საინტერესო კითხვებისთვის, აქტუალური კითხვებია. პირველი მე ისე გავიმეორებ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც ელოდებიან პასუხს სისტემური რეგისტრაციის მიმართულებით, ანუ ეს გაგრძელდება 27 წელს იმავე წესით, რა წესიც მოქმედებს 26 წელს. შესაბამისად, აქ რამე დამაბყოლებელი გარემოება ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნებათ და კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, რომ 27 წელს გაგრძელდება ის წესი, რომელიც მოქმედებს 26 წელს და შესაბამისად ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ იმავე სერვისით, რომელიც სერვისითაც უნდა ისარგებლოთ 26 წელს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში. რაც შეეხება საფასურს, ჩვენ აქ რა თქმა უნდა ხელმძღვანელობთ იმ ფარგლებში, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი და ჭერს აქ განსაზღვროს კანონმდებლობა და აქ არამხოლოდ კანონმდებლობა, აქ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც არის, რომელიც კაცრად მიუთითებს, რომ ეს ჭერი სავალდებულო რომ იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და შესაბამისად ჩვენ რა თქმა უნდა ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ, რომ ეს არ აღემატებოდეს იმ ჭერს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და კონკრეტულად საუბრობთ იმ ორმა გოდენობას. თქვენ რაც ბრძანეთ სახელმწიფო აზომველის პარალელურად, როდესაც გააგრძელებს ფუნქციონირებას კერძო ამზომველიც, ჩვენ აქ გსურს დავაკონკრეტოთ, რომ კერძო ამზომველის ინსტიტუტი და ის მომსახურება გაგრძელდება იმავე წესით, როგორც ეს ხორციელდება წელს. აქ სააგენტოს ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოწვევები კონკრეტულ პროცესებთან მიმართებით, სადაც საჭირო იყო უფრო მეტი კვალიფიკაცია, თქვა შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში, ხომ, საჭირო იყო კონკრეტული კრიტერიუმების დადგენა და შესაბამისად ეს სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტი დაეხმარება სააგენტოს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში დააზუსტოს და კონკრეტულ შემთხვევებში დააკონკრეტოს ის საკითხები, რომლებიც სააგენტოსთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ჩვენ აქვე აღვნიშნეთ, რომ ეს სააგენტოს კონკრეტული რაღაც ახალი ინიციატივა არ არის, ეს არის ის მიდგომა, რომელიც წამყვან ევროპულ ქვეყნებში არის კარგად დამკვიდრებული. ასევე კითხვა რაც შეეხებოდა რატომ ჩვენ დავასრულეთ ეს პროცესი, უფრო დავაკონკრეტებთ, რომ სააგენტომ მიაღწია იმ ინდიკატორს, კონკრეტულ ინდიკატორს, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში დასაწყისში ჰქონდა განსაზღვრული და აქ სამიზნე ინდიკატორი ეს იყო
ის რომ რისი რეგისტრაციაც სისტემური წესით შესაძლებელი იყო ეს დაერეგისტრირებინა და ამ პროცესთან მიმართებით ჩვენ სააგენტომ კონკრეტულად მიიღო გადაწყვეტილება რომ მიზანშეწონილია 26 წლიდან ეს გაგრძელდეს სპორადული წესით აქ ბევრი დამაბკოლებელი გარემოება არსებობს სისტემური წესით გაგრძელების საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ არის მონაკვეთები სადაც არის ტყის მასივი მდინარეები გზები სახელმწიფო საკუთრების ობიექტები და ეს საერთო ჯამში ყველა კრიტერიუმი ხელს უშლის სისტემური რეგისტრაციის პროცესს. ამ პროცესში არის ასევე რა თქმა უნდა ის დამაბკოლებელი გარემოებები, რომლებიც კანონითაა თვითონ განსაზღვრული და თქვენ კარგად იცით რომ კანონი განსაზღვრავს მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომლებიც ზღუდავს თვითნებურად დაკავებულ მიწის რეგისტრაციას და ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს სკვერი, გზის მონაკვეთი, მდინარის კალაპოტი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სხვა. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მიწის რეგისტრაციის პროცესში რთულია სააგენტოს მიეწოდოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც იქნება სარწმუნო სააგენტოსთვის, რომ განახორციელოს საკუთრებაზე საკუთრების მიმართულებით რეგისტრაცია. არის ასევე შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს მოწმეები ვერ მოყავთ და საერთო ჯამში ასევე ისევ თქვენს კითხვას ვუბრუნდები არის რა თქმა უნდა ადამიანური რესურსის საკითხი, არის რა თქმა უნდა კვალიფიკაციის საკითხიც, აი ამ ზომველის პროცესთან მიმართებით, რა თქმა უნდა სააგენტო აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს კერძო ამზომველებთან და სააგენტო კმაყოფილია მათ მიერ განხორციელებული სამუშაოებით. ჩვენ გსურს აღვნიშნოთ, რომ სააგენტოში ასევე ხელშეკრულებით არიან დასაქმებული კონკრეტული პირები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და ზუსტად დაახლოებით ეს 600-მდე თანამშრომელია ხელშეკრულებით დასაქმებული და ამ თანამშრომლებზე დაყრდნობით, ამ ადამიანურ რესურსზე დაყრდნობით სააგენტო გეგმავს, რომ შექმნა სპეციალური სამსახური, რომელიც აი სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის ფარგლებში სათანადოდ კომპეტენტურად განახორციელებს მათზე დაკისრებულ სამუშაოს. ჩვენ კიდევ ერთხელ გსურს დავაკონკრეტოთ, რომ სააგენტოს მიზანი აქ არ არის, რომ ჩაანაცვლოს კერძო ამზომველის ინსტიტუტი და კონკურენცია გაუწიოს მათ. ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ სხვა წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან და შესაბამისად აქ სააგენტო იმოქმედებს კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლობის მიხედვით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე აღვნიშნე, რომ არის შემთხვევები, სადაც სააგენტოს აქვს კითხვები განხორციელებულ სამუშაოსთან მიმართებით და ეს სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტი იქნება კარგი მექანიზმი იმისთვის, რომ სააგენტომ აი ესეთი კითხვების არსებობის შემთხვევაში დააკონკრეტოს და კიდევ ერთხელ დააზუსტოს ის მონაცემები, რომლებიც მას სჭირდება რეგისტრაციისთვის. აგეთ მე ერთს უბრალოდ კითხავთ მაინც და იმიტომ რომ ცოტა მნიშვნელოვანი თემაა და ჩემი აზრით რა ამ ამზომველებთან დაკავშირებით კერძოზე რატო ვკითხულობ. ერთი არის დროის ფაქტორი, რომელიც ალბათ გასათვალისწინებელი იქნება, იმიტომ რომ გვაქვს თუ არა ადამიანური რესურსი, მეთქი ვკითხულობ ზუსტად იმის გამო, რომ თუ კი განცხადება ბევრი იქნა შესაბამისად ამზომველი და ეს ადამიანები სჭირდება ბევრი, ხო? არის თუ არა ეს გათვალისწინებული ამ კონცეფციაში, რომ ამას ჩვენ ავწევთ და შევძლებთ და სამინისტროს ყავს თუ არა ამდენი ადამიანი ამზომველი, კონკრეტულად ამას გულისხმობ.
დაუშვათ ავდექით და ყველა მოქალაქე მიაწვა სამინისტროს და ისარგებლა თქვა სახელმწიფო ამზადებლის ინსტიტუტით და ყველა მოითხოვა სახელმწიფოსგან დაუშვათ და არ მიმართა კერძოს ეყოფა თუ არა ეს რესურსი და ამ რესურსში ხო არ აპირებს თქო აი ამ კერძო ამზადებლის ასე ვთქვათ გამოყენებას მიღებას და დაუშვათ იგივე დასაქმებას იმაში იმიტომ რომ ამათი თემაც ალბათ გასათვალისწინებელია მესმის კონკურენციას არ ზღუდავთ მესმის არ ვაუქმებთ მაგრამ რეალობაში ეს რამდენად ესე იქნება უბრალოდ ეს ცოტა რო იმას აქვთ რა დიდი მადლობა პირველ ვადასთან მიმართებით ჩვენ აღნიშნეთ რომ ეს ვადა გულისხმობს იმ გამოცდილებას რომელიც სააგენტომ დააგროვა 22 წლიდან 25 წლის ფარგლებში და ჩვენ აღნიშნავთ რომ იმ მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია რომლებიც შესაძლებელი იყოს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტომ განახორციელა შესაბამის ინდიკატორს სამიზნე ინდიკატორს რადგან მიაღწია და ამის ფარგლებში თქვენი სისტემური რეგისტრაციის თავისი სპეციფიკა გააჩნია არის შემთხვევები უკვე დარჩენილი მიწის ნაკვეთებთან მიმართებით სადაც სააგენტო ვერ იმოქმედებს სისტემური რეგისტრაციის ფორმით იმიტომ რომ არის ისეთი ნაკვეთები რომელთა რეგისტრაციაც სააგენტომ ვერ მოახერხა გარკვეული საპატიო მიზეზების გამო შეიძლება კონკრეტული მოქალაქე ან უცხო ქვეყნის მოქალაქე არ იმყოფებოდა დაგჩენ გულისხმობთ უცხოეთში მყოფი დავაკონკრეტებ საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ადგილას და ეს პროცესი არის რა თქმა უნდა გამჭვირვალე პირდაპირ წესით ყველას შეიძლება იქ დასწრება ყველას ეს იყო საჯარო აქვთ ჩვენ ამ სააგენტო ყველა მიმართულებით ამ ინფორმაციას აზიარებდა ვებგვერდის პორტალზე და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა არის გამოწვევები ამ სისტემურ რეგისტრაციასთან მიმართებით და ამ სისტემურ რეგისტრაციასთან მიმართებით რომელი გამოწვევებიც არსებობს და კონკრეტულ მოქალაქეებს აქვთ კითხვები ჩვენ როგორც აღნიშნეთ არსებული განცხადებების ფონზე ამ წელს არსებული განცხადებების ფონზე ეს გაგრძელდება 27 წელსაც და უკვე აი კონკრეტულად მოქალაქეებს ოდესაც ექნებათ სურვილი რომ დაარეგისტრირონ მათი მიწის ნაკვეთი და მიიღონ საკუთრების უფლება ამ მიმართულებით რა თქმა უნდა სააგენტო იხელმძღვანელობს სპორადული წესი და ჩვენ რა თქმა უნდა ამის რესურსი სააგენტოს აქვს რომ ეს 27 წლის პროცესში განახორციელოს კიდევ ერთხელ ამბობ დავაკონკრეტებ ეს დამოკიდებულია რა თქმა უნდა ინდივიდუალურ განცხადებებზე ვინაიდან ეს ჩვენ ამის სააგენტოს იუსტიციის სამინისტროს კონკრეტულად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამის რესურსი აქვს თუმცა ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ განცხადებებზე და ამ ინდივიდუალურ მომართვიანობაზე და ამის მიხედვით სააგენტო მზად არის რამხელა მომართვიანობის დონეც ის არ უნდა იყოს იმის გამოცდილებით რაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში გამოცდილებაც რა თქმა უნდა სააგენტო მიიღო მზად არის რომ 27 წლის პროცესში ეს მიმართულება განახორციელოს და რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვამბობ საფასურებთან მიმართებით ჩვენ ამ საფასურებს დაადგენს მთავრობა კონკრეტული დადგენილებით და კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ რომ ეს დადგენილებით განსაზღვრული საფასური იქნება შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებთან ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად ითვალისწინებს რომ ეს იყოს ზუსტად დადგენილი და ჭერი იყოს განსაზღვრული მათ შორის როგორც მოგახსენეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც არის ამასთან დაკავშირებით. სწორად მინდათ ბატონოს ხდომის თავმჯდომარე გამიგოთ ახლა
კონკურენცია შეიძლება ვამბობთ ერთი რომ არ შევდივართ კონკურენციაში, მაგრამ შემიძლია ცალსახად გითხრათ რომ აბსოლუტურად საქართველოს ყველა მოქალაქე მიმართავს ამას, გამომდინარე იქიდან რომ თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ რომ საფუძველი იმის იყო გარკვეული ხარვეზები, რომელსაც კერძო ამზომველი თქვათ შესაბამისად ჩატარებული სამუშაოს შემდეგ ხარვეზები აღმოჩნდებოდა ხოლმე და ამან გამოიწვია, ერთ-ერთი კომპონენტი ეს არის, ამან გამოიწვია რომ სამსახური იქნება, უყოთ ეს სამსახური არ არის, ეს საკმაოდ დიდი შეიძლება ითქვას რაღაც ორგანო გამოდის იდეაში, იქიდან გამოვდივარ მე რომ მე დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად ყველა მოქალაქე თან თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ იქნება ჭერი და იქნება მინიმალური, ამ შემთხვევაში რატო უნდა წავიდე მე კერძოში, სადაც არის კონკურენცია და არის თქვათ მაღალი ფასები, ან სხვადასხვა ფასი, როდესაც მე შემიძლია უბრალოდ რაღაცა ჩავდგე რიგში, დაველოდო სახელმწიფოს და ვიცი რომ დოკუმენტაციას, რომელსაც შემიდგენს სახელმწიფო, ეს იქნება უხარვეზო. ანუ იდეაში მე იმის საშიშროებაც არ მაქვს, რომ რომელიმე დოკუმენტაცია, რომელსაც მე ეს ამზომელი მომცემს, პრობლემური იქნება. აქედან გამომდინარე მე აპრიორი უკვე მივდივარ და ამ ორგანოსთან თანამშრომლობ. და აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ახლა უწყების რაღაც ფორმირებას უწყობთ ხელს და ცოტა უფრო მეტად არგუმენტირებული რაღაცა პრეზენტაციასაც მოვისმენდი. აქედან გამომდინარე ასეთი განმარტებით სწორად გამიგეთ მე ამ საკითხს ვერ დაუჭერ მხარს. დიდი მადლობა. ამ პრეზენტაცია გაგვეკეთებინა, ან თუ არის საშუალება მაგის ბატონო თავმჯდომარე, თხოვნა რომ რაღაცა უფრო სერიოზული რაღაცა პრეზენტაცია გავაკეთოთ, დაწყებული ვთქვათ, რა სტრუქტურა იქნება, რა დაქვემდებარება იქნება, რა იურიდიული სტატუსი იქნება, თანამშრომლების რაოდენობა რამდენი იქნება, შეიძლება ითქვას იქ ვთქვათ სალდო, ძალიან ბევრი საკითხია მოკლედ რა და აქედან გამომდინარე ასე ხელაღებით მე ვერ დაუჭერ ხარ. მადლობა. დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის შემოტანა ეს კონკურენციას თქვენ რაც კითხვა დასვით, რამდენად გაუწევს კერძო ამზომველს ამ მიმართულებით კონკურენციასთან მიმართებით ჩვენ დავაკონკრეტებთ, რომ ეს პირდაპირი წესით არ არის, რა თქმა უნდა, შემოღებული იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწევს კერძო ამზომველის ინსტიტუტს. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ როდესაც სააგენტოს აქვს კითხვები კერძო ამზომველების მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან მიმართებით, სააგენტოს ახალი ინსტიტუტის შექმნით ექნება შესაძლებლობა, რომ ამ კითხვების შემთხვევაში გადაამოწმოს, დააზუსტოს ის მონაცემები, რომლებიც მათ სააგენტოს მიაწოდა კერძო ამზომველის მიერ კერძო ამზომველმა, ასე ვთქვათ. და ამ მიმართულებით სააგენტოს დღეს ყავს დაახლოებით 600-მდე ამზომველი ხელშეკრულებით დასაქმებული. როგორც მოგახსენებთ და ზუსტად ამათ ბაზაზე იგეგმება სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის შექმნა და ჩვენ საერთო ჯამში ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად ამ პროცესს გააძლიერებს და დააზუსტებს იმ მონაცემებს, რომლებსაც შემდგომში სააგენტო უნდა დაეყრდნოს საკუთრების რეგისტრაციის მიმართულებით. დიდი მადლობა. კარგით, მაშინ დავაყენოთ საკითხი კენჭისყრაზე, ჩვენ კიდე გვექნება ერთი მოსმენა და იქაც შესაძლებელი იქნება რაღაც ესე. კითხვის დასმის თუ რაღაც ესე კიდევ გადაწყვეტილების მიღების, ასე რომ ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი სახე დავაყენებ კენჭისყრაზე და თქვენ ბატონი დავით შეიძლება დააზუსტოს ამ საკითხთან მართლებით. კი ბატონო.
მოგესალმებით ბატონო დეპუტატებო, მე გახლავართ დავით დევიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. მნიშვნელოვანი კითხვაა და მინდა მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყების შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა გავაანალიზებთ მანამდე მიღებული საკადასტრო მონაცემების ხარისხი. დეტალური ანალიზი მოხდა სარეგისტრაციო პროცესში და გამოიკვეთა, რომ საჯარო რეესტრი ვარაუდობდა, რომ 100 ნაკვეთიდან 30 შეიძლება ყოფილიყო გასასწორებელი. ამას ჰქონდა თავისი ობიექტური საფუძველი ამ ვარაუდს, რადგან კერძო ამზომელები მუშაობდნენ ძალიან უხარისხო და დაბალი სიზუსტის მქონე ხელის GPS-ებით, იღებდნენ კოორდინატებს 50, 100, 150 მეტრის ცდომილებით. ეს იყო საფუძველი იმის, რომ ელექტრონულ რუკაზე აისახებოდა მონაცემები მნიშვნელოვანი ხარვეზებით, იყო ზედდების და გადაფარვის სერიოზული პრობლემა და მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში 2.100.000 ნაკვეთის აზომვის შედეგად დადგინდა, რომ 100 ნაკვეთიდან, ყოველი 100 ნაკვეთიდან 70 საჭიროებდა არსებითად გასწორებას და ესე იგი განმეორებით აზომვას და მისი საზღვრები იყო შესაძლებელი. შესაძლებელი იყო რიგ შემთხვევაში ასეულობით მეტრი სხვაგან იყო ნაკვეთი ფაქტობრივად და რეალურად სხვაგან მდებარეობდა. ანუ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რეალური დავა არ ჰქონდა მის მეზობელთან, მაგრამ ელექტრონულ ვირტუალურ სივრცეში ეს მონაცემები ერთმანეთთან იყო პრობლემური, რაც იყო სამოქალაქო დავების ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი და ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია. ანუ რეესტრმა იმუშავა უახლესი საამზომელო ხელსაწყოებით და ეს არის 1 სანტიმეტრის სიზუსტით აზომილი მიწის ნაკვეთები. სწორედ მიზანია, რომ არ გაუარესდეს ის ხარისხი, რაც ჩვენ უკვე შევქმნით და ის მუშაობა, რაც აწარმოა საჯარო რეესტრმა, იყოს შეუქცევადი. ანუ ეს არ არის ის პროცესი, რომელიც როდისმე დასრულდება. ანუ მიწები ყოველთვის აიზომება, ხდება მიწების დაყოფა, განვითარება სამშენებლოდ, განვითარება მეურნეობისთვის და ასე შემდეგ. ისი ტვირთება უფლებრივად, ანუ და აქ საჭიროა სიზუსტე. ანუ არსებობენ ქვეყნები, სადაც 300 წლის წინ დადგინდა მიწის კადასტრი, მაგრამ მათ ყავთ სახელმწიფო ამზომელის ინსტიტუტი, სწორედ იმიტომ, რომ ეს ხარისხი მუდმივად შეინარჩუნა. ანუ ჩვენი გამოწვევა არის ის, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიღებული შედეგები სახელმწიფომ არ დაკარგოს და არ გაუარესდეს სწორედ არასწორი საამზომელო ხელსაწყოების ან არასათანადო ცოდნით აღჭურვილი პირების მიერ შექმნილი საკადასტრო მონაცემების საფუძველზე. ეს არის ობიექტურად ის მოსემულობა, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ საჯარო რეესტრმა გააგრძელოს განვითარება ამ მიმართულებით, მაგალითად სისტემური რეგისტრაციის დაწყებამდე საჯარო რეესტრს არ ქონდა იმის რესურსი, რომ კვირაში 2 ან 3 მიწის ნაკვეთი ადგილზე დაეთვალიერებინა. აეზომა მიწის ნაკვეთები და მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება. სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მონაცემები მოდიოდა კერძო ამზომელების მიერ შედგენილი და ეს არ ქონდა გადამოწმების საშუალება. ვერ დგინდებოდა იდენტურობა, ვერ დგინდებოდა ობიექტური სინამდვილე. მაგალითად, შეიძლება აზომილიყო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც არის შენობა ნაგებობა, მაგრამ ნახაზი წარმოდგენილი იყოს, რომ შენობა ნაგებობა არ არის, ან არის სხვა პარამეტრების, მაგალითად არის 1 სართულიანი და რეალურად ყოფილიყო 5 სართულიანი ფაქტობრივად და ეს აჩვენა სწორედ მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ. ანუ თავარი ამოცანა სახელმწიფოსთვის არის სწორი საკადასტრო მონაცემების შექმნა პირველ რიგში, შემდეგ შენარჩუნება პერმანენტულად, გრძელვადიან მომავალში და მათ შორის ის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს დავების პრევენცია. ანუ ბატონმა გიორგიმ ისაუბრა ძალიან დეტალურად ხარისხის კონტროლის მექანიზმზეც და ეს თუ არ ეყოლება სახელმწიფო ამზომელის ინსტიტუტი, ის ვერ შეძლებს ხარისხის გადამოწმებას. ანუ ორი ძირითადი მიზანია, ერთი რომ მაღალი ხარისხის სერვისი მიეწოდოს მათ შორის სახელმწიფოს და კერძო სექტორს ალტერნატივის სახით. მოქალაქე თვითონ გადაწყვეტს და მათ შორის ჩვენ მონოპოლიას არ ვიღებთ ამ შემთხვევაში, მას ექნება საშუალება, რომ ისარგებლოს კერძო სექტორის მომსახურებით ან საჯარო რეესტრის სერვისით და ჩვენი მიზანი იქნება, რომ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ხარისხი გავაკონტროლოთ და დავიცვათ ის, რაც შექმნა საჯარო რეესტრმა დღეის მდგომარეობით და გქონდეს მუდმივად სრულყოფილი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, მიწის ნაკვეთების საზღვრები დადგენილი 1 სანტიმეტრის სიზუსტით, როგორც ახლა გვაქვს, სულ დაჭირდება 5 ან შეიძლება 3 წელიც იმას, რომ ეს მონაცემები, რაც უხლო მივიღეთ, მაღალი ხარისხი, გაუარესდეს თუ არ იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ხარდაჭერა, თუ არ იქნება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა. ანუ ბუნებრივია, ჩვენ კიდევ გავიმეორებ, რომ მხოლოდ ეს მოტივაცია გვამოძრავებს და თუ საჯარო რეესტრი დაბრუნდება ისეთ ვითარებაში, რომ მას არ შეეძლება და
დაუშვათ რამდენიმე ათეული მიწისნაკვეთი კვირის განმავლობაში ადგილზე დაათვალიეროს და დააზუსტოს გარემოებები. ამ შემთხვევაში ხდება მედიაცია, მხარდაჭერა მეზობლების სწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის და ეს ახდენს დავების მინიმალიზაციას, ანუ სასამართლოში არ მიდის საკითხები, რამდენადაც რეესტრის თანამშრომელი ამ შემთხვევაში არის ის პირი, ვინც ის ობიექტური ინფორმაცია ზუსტად ეყრდნობა იმ მონაცემს, რაც ჩვენთან დაცულია დოკუმენტებში, არქივებში. შეიქმნა ელექტრონული ოქმის აპლიკაცია, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული სიახლე და რას გულისხმობს, რომ მიწისნაკვეთი ადგილზე, როდესაც იზომება და ეს მხოლოდ საჯარო რეესტრის სერვისია, მოქალაქე ხედავს აზომილი მიწისნაკვეთის კონფიგურაციას ადგილზევე, მაშინ როცა კერძო ამზომელის შექმნილი მონაცემი რამდენიმე დღის შემდეგ დაიტანება და წითელი კონტურით ქაღალდზე და ზუსტად სად მდებარეობს ამის კოორდინაცია მოქალაქეს არ შეუძლია. ჩვენ რა რესურსებიც გქონდა ოფისში, საჯარო რეესტრის, ის გავიტანით ველზე და პლანშეტში, რომელიც საჯარო რეესტრის თანამშრომელს აქვს, ადგილზე მიწისნაკვეთების წერტილების აღებისთანავე ხდება ხელმისაწვდომი ადამიანისთვის. ის უყურებს, როგორია მიწისნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია, მიმართება მეზობელ მიწისნაკვეთებთან, გზასთან, სხვადასხვა უფლების დამდგენ დოკუმენტებთან და რაც რეგისტრატორს შეეძლო გამოეკვლიო ოფისში, ის ადგილზე აცნობს მოქალაქეს. ამის შემდეგ ნაკვეთი ელექტრონულად პირდაპირ იგზავნება საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში და იწყება უკვე რეგისტრაციის პროცედურა. თქვენ გახსოვთ, თქვენც დარწმუნებული ვართ და მოქალაქეებს ახსოვს, რომ როდესაც განცხადებით მიმართავ სხვა კერძო სუბიექტს, მან უნდა აიღოს წერტილები, შემდეგ წავიდეს და ამუშაოს ეს მიწისნაკვეთი და ხშირია შემთხვევა, როდესაც ნაკვეთის ასაზომად ადგილზე არ გადიან კერძო ამზომელები და ისინი ჩახატვას აკეთებენ და რეალურად არ არის ობიექტურად აღებული წერტილები. რა თქმა უნდა, ამას მე ყველაზე არ ვამბობ და ეს არის, მაგრამ არის აღსანიშნავი და ძალიან დიდი შემთხვევები. ამიტომ გვჭირდება ჩვენ გადამოწმება. იყო შემთხვევები, როდესაც თბილისიდან ხდებოდა სხვა მუნიციპალიტეტში ნაკვეთის აზომა, ანუ ვითომ ადგილზე იმყოფებოდნენ, ვითომ გაარკვია ვისი სახლი აზომა, მაგრამ შემდეგ ეს გამختარა მნიშვნელოვანი დავის საფუძველი, რომ შეეშალა მოქალაქეს და ორთოფოტოზე ხელი ვერ მიუთითა ზუსტად შესაბამისად ადგილზე რო გასულიყო ასეთი პრობლემა არ იქნებოდა. მადლობა ძალიან დიდი. კი ბატონო. ჩემმა საუბარმა ბატონ დავით. სწორად გამიგეთ. მე გეთანხმებით, ეგ პრობლემებია ზუსტად. მაგაზე მეტ პრობლემას მე თვითონ მქონია, პირადადაც მქონია. აქედან გამომდინარე, უყურეთ, ეხლა კიდე რაც ეს თემა გავშალეთ და თქვენი პრეზენტაციით, კიდე უფრო მეტად წამოწიეთ წინ პრობლემები, რომ იდეაში კერძო სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ იმ სერვისს, რაც შეუძლია სახელმწიფოს. ანუ ამიტომ საუბრობ მე, რომ თუ არა ამხელა ინსტიტუცია კომპონენტი უნდა ჩაიდოს უწყებაში, ხო, ამიტომ ჭირდება მე პირადად ამ შემთხვევაში სერიოზული პრეზენტაცია. რაოდენობიდან დაწყებული, დამთავრებული თუნდაც ანაზღაურებით. რა იურიდიული სტატუსი, რა ფართობს დაფარავს, იმიტომ რომ რეალურად თქვენ ახლა თქვენი განცხადებით ჩემ ზუსტად დამეთანხმეთ იმაში, რომ ყველა მიმართავს აბსოლუტურად სახელმწიფოს. აბსოლუტურად ყველა, არც ერთი არ მივა კერძო ამზომელთან. ხო არა, ეს დავის საკითხი იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ჩემთვის მაგალითად ფასი თუ მისაღები იქნება, ჩემთვის მაგალითად ის მოცემულობა თუ მისაღები თავისთავად იქნება, რა თქმა უნდა, რომ საბოლოოდ, როდესაც დასრულდება სახელმწიფოს მიერ ჩემი მიწის აღრიცხვა, ავტომატურად მე ელექტრონულ ბაზაში აღმოჩნდები და არ დამჭირდება აქეთ-იქით საბუთების ტარება ან კომპანიაზე მიმართვა ამ ამზომელზე რომ გადამიგზავნოს სადღაც სახელმწიფო უწყებაში, აქედან გამომდინარე აპრიორში მაგითო ვსაუბრობ მე, რომ მივდივარ სახელმწიფოსთან და ასეც უნდა იყოს. მე აიყურეთ ჩემი დამოკიდებულება, მინდა სწორად დაგანახოთ, რომ თქვენ რომ გეთქვათ, რომ ეს არის დახარვეზებული სფერო, სადაც მოდი რა ბევრი შევხედრივათ ასე, რომ ვიღაცეები ხელს ითმობენ. მე აქ ვსაუბრობ კერძო კომპანიებზე. რაც თქვენ მოიყვანეთ მაგალითი, რომ საერთოდ იქ ჩანახატებს აკეთებენ, შეიძლება იქ იდეაში საერთოდ არც იყო მისული, ზეპირად ნახა საკადასტრო რუკა და ისე გააკეთა და ამაზე რო ვთქვათ, რომ მოდი ეს დავიწყოთ და აქედან გამომდინარე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ეს ინსტიტუცია გავაკეთოთ,
კი ბატონო, აქაც მოყვებით ბოლომდე, ამაში უფრო გამოყვებით, მაგრამ ის რომ თან კონკურენციაში შევდივართ, თან არ შევდივართ, გაურკვეველია რაოდენობა იდეაში ყველამ რომ მართლა თავმჯდომარის კითხვის არ იყოს, ყველამ რომ მართლა მომართოს, თქვათ, უწყებას, შეძლებს კი უწყება ამას. მე მჯერა რომ არის ამის რესურსი რომ შეძლებს, მაგრამ აი აქ მაკლდება ის ინფორმაცია რომ ამხელა უწყებას ვაკეთებ თქო და პრეზენტაცია მაინც გაგვეკეთებინა იდეაში რა სამართლებრივი სტატუსია, რამდენი თანამშრომელი იქნება, რომელ უწყებას დაექვემდებარება, ადგილი სად იქნება, ოფისი სად იქნება ადგილობრივი ფილიალები თქვათ მუნიციპალიტეტების მიხედვით თუ ეს იქნება ცენტრალიზებული თქვათ იუსტიციის სახლების სისტემით იქნება თუ თქვათ აი ხო ხვდებით აი ეს საკითხია თორე იდეაში თქვენ რო გეთქვათ რომ აი როგორც მაგალითად რაღაც მაგალითი რომ მოყვა აი ტაქსის რეფორმა მაგალითად თბილისში როგორც გაკეთდა რომ აბსოლუტურად ესეთი ქაოტური მიმართულება აიღო ვალდებულება თბილისის მუნიციპალიტეტმა და მოაწესრიგა ასე რომ თქვათ ამაში მოყვებით რომ ეს გასაკეთებელია იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემებია მაგრამ მეორე საკითხია აქ რომ ამხელა ინსტიტუციას ვაკეთებთ და რაღაცა ძალიან ბევრი კითხვები მე პირადად მიჩნდება ბევრი კითხვები და მაქედან გამომდინარე ვამბობ რომ მე ასე ვერ დაუჭერთ თქო მხარს თორე სხვა შემთხვევაში იდეის თვალსაზრისით პათოსის თვალსაზრისით მოყვებით რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია და ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის გექნებათ მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაპატიეთ გასაგებია არგუმენტები რა ვიცი ხარ ასარმოადგინა ბატონმა დავითმა ეხლა მე ვიცი კიდევაც ეს საკითხი და მესმის და გასაგებია და საკმაოდ წონადია სხვა შორის ნაწილობრივ განმარტებით ბარათშიც არის წარმოდგენილი მონაცემები რომელზეც თქვენ საუბრობდით ეხლა და კიდე გვექნება საშუალება კი ვამბობ ერთი მოსმენა დაგვრჩა და ამ ეტაპისთვის დავაყენოთ ესე როგორც არის და ვფიქრობ ეს განმარტებითი ბარათიც კიდე უფრო მეტ სიცხადეს მოგცემს ეხლა და მოგე საკითხი დავაყენოთ თქვენ სიცხაზე და ვინ არის თანახმარო მე მაგალითადაც კი ბატონო 4 საკითხი დახურულია შესაბამისად წინააღმდეგი ანუ თქვენ კი ბატონო კარგით ხო ის უმრავლესობის საკითხი გადაწყვეტილია შესაბამისად თომა შეგვიძლია ჩავთვალოთ დახურულად დიდი მადლობა და შევხვდებით ჩვენ კიდევ დღის განმავლობაში